საუზმემშვიდობისა მოგესალმებით. ჩემი საყვარელი რესტორანი ძველი ვაკე, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტის ბოლოს, კუსტუმის ასახვევის წინ. და დღეს საოცარი რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ, გაკვირვებული დარჩებით, რადგანაც თქვენ შეისწავლით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიშელ ობამას ორცხობილების რეცეპტი. გაგიკვირდებათ საიდან პოულობ ასეთ რეცეპტებს, მაგრამ აი ესე პოულობ და მხოლოდ მეცხრე არხზე და მხოლოდ ესმასთან შეგიძლიათ წაიკითხოთ, მოისმინოთ, მოამზადოთ და ნახოთ ეს საოცარი რეცეპტები. არსებობს ესეთი ჟურნალი ამერიკაში, Family Circle Magazine, რომელიც უკვე 20 წელია საპრეზიდენტო არჩევნების წინ რამდენიმე კვირით ადრე პრეზიდენტის მომავალ მეუღლებს, ანუ პოტენციური პრეზიდენტების კანდიდატების მეუღლებს კულინარიულ შეჯიბრში იწვევენ. და სწორედ ასე მიშელ ობამას ორჯერ მოუწია ამ კონკურსში მონაწილეობა. ძალიან საინტერესო ტრადიცია. მე მინდა საქართველოშიც დავამკვიდრო ეს ტრადიცია პირველ კულინართან ერთად და ვნახოთ მომავალ არჩევნებზე ვისი მეუღლე მოამზადებს ბევრად უფრო გემრიელ კერძს ვიდრე ერთი კანდიდატის თუ მეორე კანდიდატის, როცა ეს კანდიდატები უკვე ცნობილი გახდება. ამერიკას უყვარს თამაშები, ამერიკას უყვარს შოუ კახა და სწორედ ამიტომ უპრობლემოდ მიშელ ობამა, რომელიც ქალი ადვოკატი, ჩიკაგოელი, რომელიც არის ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის, ბევრი წიგნი წაკითხული, სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში, სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, ძალიან ძლიერი ადვოკატის დიპლომი უდევს და გამოცდილება უდევს ჯიბეში, ბოლოს პირველი ლედი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების. რა მოამზადა ისეთი მიშელ ობამამ, რომ 285 ხმით მოუგო ენ რომნის, ანუ მით რომნის მეუღლის ორცხობილებს. მაშასე მოამზადეთ პირველი ლედის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიშელ ობამას, ადვოკატი მიშელ ობამას გენიალური ორცხობილები. კახა, ერთი კვერცხი და 100 გრამი შაქარი. და მოურიეთ. ძალიან მარტივი რეცეპტია, მაგრამ სწორედ ამ რეცეპტით ჩიკაგოელმა ადვოკატმა და მომავალმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დაამარცხა მით რომნის მეუღლე ენ რომნი, ვინც ორცხობილები გახა თურმე გამოაცხო ცნობილი გამფეტის M&M's-ის შოკოლადებით. ესეთ შოკოლადის ორცხობილა, მაგრამ მე მჯერა მწამს თქვენთან ერთად პირველად ვამზადებ, გამოგიტყდებით და ძალიან დარწმუნებული ვარ წინასწარ და მწამს, რომ იქნება ძალიან გემრიელი. მაშასე პატარა გოგლი-მოგლი მზად არის და დაამატეთ 100 გრამი კარაქი. შერბილებული კარაქი, რომელიც აი ესე შეგიძლიათ დაჭყლიტოთ. გოგლი-მოგთან შეგიძლიათ მიქსერი გამოიყენოთ, მაგრამ შეგიძლიათ ხელითაც იმუშაოთ. როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ამბობენ, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტების არჩევნებამდე შეჯიბრებულმა მათმა მეუღლეებმა სწორად ვერ გათვალეს ქულა. ეს იყო 2008 წელს, როდესაც მიშელ ობამა შეერკინა მაკეინის მეუღლეს და მაკეინის მეუღლე ყოფილა ძალიან გამოცდილი კულინარი და მან აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ამერიკელებმა აირჩიეს პრეზიდენტად არა მაკეინი, არამედ ობამა. ანუ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მომავალმა პირველმა ლედიმ დამარცხება განიცადა კულინარიულ კონკურსში და აღმოჩნდა, რომ აჯობა წაგებული საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლემ. დაუმატეთ, რა თქმა უნდა, ვანილი და ეხლა იწყება მთავარი ამბები. ვანილი და აი რა ხდება ჩემ სამზარეულოში, კახა. უნდა 100 გრამი თეთრი შოკოლადი, 100 გრამი შავი შოკოლადი და 100 გრამი პიტნიანი შოკოლადი. ხელით ჩავაფშვნი ამ შოკოლადებს და პიტნას კიდევ დამატებით 1 კოს დავუმატებ. დარწმუნებული ვარ, ეს არომატი ჭავჭავაძის პროსპექტის ბოლოს გაავსებს და ყველა სტუმარი რესტორან ძველ ვაკეში შემობრძანდება. აი ასე ხელით ჩააკუწეთ 1 ფილა შავი შოკოლადი, 100 გრამი, 100 გრამი თეთრი შოკოლადი, 100 გრამი პიტნის შოკოლადი, მაგრამ მე ჩემი გემომავს. ახლა და მოდი ცოტა გავკადნიერდები და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის რეცეპტში ცოტა სხვაგვარ ერთ ნოტს შევიდან. ეს იქნება ცოტა ხელით ჩაფშნილი, დაფქული ჩემივე
გამშრალი ზაფხულში და ჩემივე შენახული პიტნა. ძალიან მაინტერესებს რა არომატი გამოვა. ამ ყველაფერს ვუმატებთ 100 გრამ აი ესე ხელით ჩატეხილ წინასწარ მოხალულ. აი შეხედეთ ნიგოს მე კვერცხი და კარაქი გამოვიყენე თითოეულ უფის როგორც გითხარით და შაქარი რადგანაც არ მიყვარდათ კბილი დანარჩენ ინგრედიენტები სრული უფისა და თქვენი ნებაა როგორ და რა ზომას მოამზადებ ძალიან საინტერესო მასა მივიღე მე ხა თავი მარათონში მგონია კულინარიულ მარათონში მიუხედავად იმისა რომ არა ჩემი ოჯახი თეთრ ოვალურ კაბინეტში შესასვლელად არ ემზადება ბოლოს ამატებთ ერთი ულუფისთვის 6 სუფრის კოვზი წინასწარ გაცრილი პურის ფქვილი 3 4 5 და 6 ცომი თითქმის მზად არის 6 სუფრის კოვზი ფქვილთან ერთად მე დავამატებ წიკი მარილი რადგანაც მარილი კბილ კერძებსაც აგემრიელებს დავამატებ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და მოვურიე აი ჩემი საცხობი ფორმა რესტორან ძველ ბაკეში პირველად სხმება გენიალური უნიკალური რეცეპტი ეს არის მიშელ ობამას ორცხობილები და აი ასე პატარა ფორმებს მივცე მაგ არის უგემრიელესი არა მშვენივრად წაიღო კახა ნახე ხელით მემორჩილება მე მგონი ეს გამოვა რაღაცა სასწაული შოკოლადის შიგნით რო ჩადნება მე არ ვიცი რას იზავს მაგრამ ფაქტია რომ ამერიკის მოსახლეობამ მიშელ ობამას 51.5% მეტი ქულა მიცა ვიდრე მიტ რომნის მეუღლის ენ რომნის MM-დემსიან ორცხობილებს აი ახლა ამას ყველაფერს დავსვავ პატარა ლამაზ და კოკობზიკა ორცხობილებს გამოვაცხობ და მეორე ბლოკში დაგიბრუნდებით